თბილისის მოსახლეობას ელექტროენერგიაზე მომატებული ტარიფის გადახდა უკვე ოქტომბრიდან მოუწევს, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი ვიზე გავრცელდება შეღავათები და რამდენი ოჯახი მიიღებს მთავრობისგან დახმარებას. შრომის დოკუმენტზე ქალაქის მერია ამ დრომდე მუშაობს. მმართველი გუნდის ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახი სუბსიდირების გარეშე დარჩება, მით უმეტეს, რომ მერიას ერთპიროვნული გადაწყვეტილების უფლება აქვს. ამ მდგომარეობის მიუხედავად გოგი ჩაიშვილების ოჯახი ელექტროენერგიის სუბსიდირებას სავარაუდოდ ვერ მიიღებს, რადგან სოციალურად დაუცველთა ბაზაში აღარ ირიცხება. წინასწარი ინფორმაციით, თბილისის მთავრობა სუბსიდირებით მხოლოდ იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარება, რომლებსაც 70,000-ზე ნაკლები ქულა აქვთ. ამის შედეგად კი მოსალოდნელია, რომ მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე ოჯახები დახმარების გარეშე დარჩებიან. ვარ ღვთისული და ერთი ადამიანი მუშაობს, ჩემი რძალი აქვს 250 ლარი ხელფასი. როგორ უნდა გადავიხადოთ, რამდენზე გვეყოფა? ეს ვაუჩერი არ მოეცემაო, თანხობრივი დახმარებაო, მოგეხსნებათ ასე მითხრას, მხოლოდ სამგზავრო გექნებათ. ოქტომბრიდან თბილისის მოსახლეობა დენის საფასურს უკვე გაზრდილი ტარიფით გადაიხდის, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდება სუბსიდირება. ამის შესახებ მერია ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას საკრებულოს გვერდის ავლით მიიღებს. ეს იმ დოკუმენტით არის გარანტირებული, რომელიც საკრებულოს უმრავლესობამ რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა. კომუნალური სუბსიდიის დარიცხვის წესი განსაზღვრული იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით. ამ წესს საკრებულოს ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა, რადგან ჩანაწერის მიხედვით მათ შენიშვნებს მერია აღარ გაითვალისწინებს. ოპონენტები ფიქრობენ, რომ თბილისის მთავრობა სოციალურად დაუცველი ოჯახების დიდ ნაწილს დახმარებაზე უარს ეტყვის. დეპუტატები იმასაც განმარტავენ, რომ კომუნალური სუბსიდირებისთვის ბიუჯეტში თანხა 8 მილიონით არის შემცირებული. სოციალურ სიდუხჭირეში ცხოვრობს, ვეღარ მიიღებენ იმ ზამთრის პერიოდში 100 ლარის კომუნალურ დახმარებას, რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ რამდენიმე წლის წინ. სუბსიდირების საკითხიც უნდა ეხებოდეს ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიჩნევს, რომ არის უმწეო მდგომარეობაში და არა მხოლოდ ამ კატეგორიის რაღაცა გარკვეულ ჯგუფს. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი აქტის საფუძველზე მერია სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება საკრებულოს გარეშე შეუძლია, საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის წევრებს სიცრუეში ადანაშაულებს. ჯაბა სამუშია ამბობს, რომ დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობას საკრებულოდან მხოლოდ ერთი წარმომადგენელი იღებს და ისიც მმართველი გუნდის წევრი. სამუშაო ჯგუფში არის წარმომადგენელი საკრებულოს შესაბამისი კომისიის წარმომადგენლები? ოპოზიციის წარმომადგენელი. არა, ოპოზიციის წარმომადგენელი სამუშაო ჯგუფში რატომ უნდა იყოს? თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებისთვის 4-დან 5 თეთრამდე გაიზარდა. სემეკის ამ გადაწყვეტილებიდან ერთ კვირაში ისევ უცნობია, რამდენი ოჯახი ისარგებლებს სუბსიდირებით. მერიაში განმარტებები კი ამ დრომდე არ კეთდება.